იმ მოღალატეებრივ ქმედებას, როდესაც გმირების თავდადების და გმირების თავგანწირვის გაუფესურებასთან ერთად ხდება დანაშაული საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის დაცვა. და საუბარი მაქვს კონკრეტულად ჩორჩანა საგუშაგოს ჩადგმაზე და იმ შავ კამპანიაზე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უკვე მერამდენე დღეა თავის პროპაგანდისტული არხებით აწარმოებს იმისთვის, რომ წარმოაჩინოს საკუთარი ქვეყნის და ხალხის მშვიდობიანად დაცვა, როგორც დანაშაული, იმიტომ რომ ის, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, სხვა არაფერი არ არის თუ არა გაგრძელება ივანიშვილის სამარცხვინო ბოდიშის, სამხრივი ბოდიშის კამპანიის ოკუპანტებისადმი, სხვა არაფერი არ არის თუ არა საკუთარ სამშობლოზე ომის გადაბრალდების პოლიტიკის და სხვა არაფერი არ არის თუ არა მორიგი საჩუქარის მომზადება კრემლისთვის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ. მაშინ, როდესაც ქართული ოცნების პირობებში ერთადერთი სწორი ნაბიჯი და სწორი პოლიტიკა მშვიდობიანი იყო ჩორჩანაში და პერევში საგუშაგოს ჩადგმა, რითიც ის დამატებითი ტერიტორიული პრეტენზიები, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან საკმაოდ ხმამაღლა ისმოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და რაც მდგომარეობდა კოპი გუდაურის, ყაზბეგის ნაწილის, თრუსოს ხეობის, ჩორჩანას ტყის და მათ შორის 28 ტერიტორიულ ერთეულზე ის მონიშნები და ბორდერიზაციის ნიშნები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩორჩანას ტყეში და რომელიც ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ დააფიქსირა, იყო კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, რომ დამატებითი ოკუპაცია ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სრულიად გამოგონილი რუქებით მიმდინარეობდა მარიონეტული რეჟიმის მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ. ეს პროცესი შეჩერდა ამ საგუშაგოს ჩადგმით 1800 ჰექტარი ტყის მასივი იქნა დაცული ქართული მიწა-წყალი ამ საგუშაგოს ჩადგმით, მაშინ როდესაც არაერთი საგუშაგო აქვს ჩადგმული ოკუპანტების რეჟიმს სრული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მაშინ როდესაც მარტო 20-23 წელს 39 უკანონო ბორდერიზაციის ფაქტია დაფიქსირებული და მაშინ როდესაც ოკუპანტებმა თამაზ გინტური სოფელ კირბალში, როდესაც მოგვიკლეს ივანიშვილის რეჟიმმა კონსტიტუციის და კანონის მიუხედავად, რომელიც ავალდებულებს ხელისუფლებას დაიცვა საკუთარი ხალხი და საკუთარი მიწა-წყალი, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პოლიტიკის ფარგლებში უარი განაცხადა თამაზ გინტურის კვლელების გამოძიებაზე და თუნდაც ტატუნაშვილი ოთხოზორიას იმ სიაში შეყვანაზე, რომელიც გიორგი გახარიას პრემიერობის დროს იქნა მიღებული და რომელიც იყო ერთადერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ზომა იმისთვის, რომ მომხდარი იყოს სანქცირება იმ კვლელების, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, ტატუნაშვილი ოთხოზორიას სიაში მყოფი მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს ეს უკანონობა, კვლელობა, წამება. მაშინ, როდესაც 2016 წლიდან ჩორჩანაში მიმდინარეობდა მოქალაქეების დაკავება, გაფრთხილება, რომ ჩორჩანა არ იყო ქართული მიწა-წყალი და მაშინ, როდესაც მთელი ეს პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებდა, მათ შორის იმ წელს ტატუნაშვილის მკვლელობა და წამებით სიკვდილი აჩვენებდა იმას, რომ აუცილებელი იყო შესაბამისი ზომების გატარება მოსახლეობის და ტერიტორიების მშვიდობიანად დასაცავად, აი ამ ნაბიჯს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი თulis დანაშაულად ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ან საქმე გვაქვს იმასთან, რომ რაღაც მორიგი საჩუქრის გაკეთებას აპირებს ის ოკუპანტისთვის, ან ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საბოლოო ჯამში სამშობლოს დაცვა არის დანაშაული და ეს კიდევ უფრო დიდი უბედურებაა იმის ნაცვლად, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება არა მარიონეტული რეჟიმი საუბრობდეს იმაზე, რომ პირდაპირ რეისები ოკუპირებულ სოხუმსა და რუსეთს შორის არის საერთაშორისო პრინციპების და წესების დარღვევა და მიმართავდეს იკაოს საერთაშორისო ორგანიზაციას იმისთვის, რომ დაიცვა საქართველოს სუვერენიტეტი, იმის ნაცვლად, რომ პასუხისმცემდეს ოკუპანტის სახელმწიფოს განცხადებებს სამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით საქართველოში და კაცრად პასუხობდეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შეთავაზებას და არა იმ ტაშის ყურას იღებდეს კრემლის რეჟიმისგან საქართველოსთვის ომის დაბრალების კუთხით. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ აგვისტოს ომის გამოძიება, ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის მეშვეობით საკუთარ ქვეყანაზე დაბრალება ომის დაწყების, გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა და მათ შორის მშვიდობიანი გზით ქართული მიწა-წყლის დაცვა ცხადდება დანაშაულად, ამიტომ
მთელი ეს პროცესი, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ კომისარი წულუკიანის საგამოძიებო კომისიით, რაც გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ძალიან წყობრად სვლას, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მოღალატეობრივ ნაბიჯებს, რომელსაც ადგილი აქვს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან.